არაალელურ გენთა ურთიერთქმედება. განსაკუთრებით რთულია არაალელური გენების ურთიერთქმედება. განარჩევენ ამ ურთიერთქმედების სამ ძირითად ტიპს. კომპლემენტურობა, ეპისტაზი და პოლიმერია. კომპლემენტურ ანუ დამატებით მოქმედ გენებს მიეკუთვნება ისეთი არაალელური გენები, რომლებიც გენოტიპში ერთობლივი არსებობისას განაპირობებენ ახალი ნიშნის განვითარებას. არაალელური გენების ასეთი ურთიერთქმედება ატარებს კომპლემენტურობის ურთიერთშევსების სახელწოდებას. მაგალითად, თეთრყვავილიანი სურნელოვანი ბარდის სხვადასხვა ჯიშის A-D, B-B და A-A, B-D-ს შეჯვარებით მიღებულ ყველა ჰიბრიდს წითელი ყვავილი აქვს. გამოვიტანოთ გამეტები. A-D, A-A, B-D, B-B. წითელი ყვავილი. ეს მოულოდნელი ეფექტი ეწინააღმდეგება მენდელის ყველა კანონზომიერებას. ბარდის ყვავილის თეთრი შეფერილობა ხომ რეცესიული ნიშანია. თეთრი შეფერილობა. F1 თაობის ჰიბრიდების თვითდამტვერვისას F2 თაობის ჰიბრიდებში ყვავილის შეფერილობის მიხედვით აღინიშნა განსხვავებული დათიშვა. შეაჯვარეს F1 თაობის A-D, A-A, B-D, B-B, A-D, A-A, B-D, B-B-სთან. წარმოვადგინოთ პენეტის ცხრილით. გამოვიტანოთ გამეტები A-D, B-D, A-D, B-B, A-A, B-D, A-A, B-B. A-D, B-D, A-D, B-B, A-A, B-D, A-A, B-B. ღებულობთ A-D, B-D, B-D, A-D, B-D, B-A, A-D, A-A, B-D, B-D, A-D, A-A, B-D, B-A, A-D, B-D, B-A, A-D, B-A, B-A, A-D, A-A, B-D, B-A, A-D, A-A, B-A, B-A. A-D, A-A, B-D, B-D, A-D, A-A, B-D, B-A, A-A, A-A, B-D, B-D, A-A, A-A, B-D, B-A. A-D, A-A, B-D, B-A, A-D, A-A, B-A, B-A, A-A, A-A,
B დიდი B პატარა A პატარა A პატარა B პატარა B პატარა მივიღეთ დათიშვა 9 7-თან წითელი ყვავილი ქონდა მცენარეთა 19-16-ს ხოლო 17-16-ს კი თეთრი შედეგი იმით აიხსნება, რომ წითელი ფერის გამოვლენას განსაზღვრავს ორი დომინანტური გენი. A დიდი, რომელიც განაპირობებს პიგმენტის არსებობას და B დიდი, რომელიც ხელს უწყობს მის გამოვლენას. არც ერთ ამ დომინანტურ გენს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცალკე განსაზღვროს ყვავილის წითელი შეფერილობა, ანუ ამ დომინანტ გენებს ცალ-ცალკე არ შეუძლიათ წითელი პიგმენტის ანთოციანის წარმოქმნა. წითელი პიგმენტი რადგან A დიდი გენი მხოლოდ პიგმენტ ანთოციანის წინამორბედ უფერო პროპიგმენტის სინთეზს განაპირობებს. ხოლო B დიდი კი იმ ფერმენტის სინთეზს რომლის მოქმედებით პროპიგმენტისაგან პიგმენტი წარმოიქმნება. ესე იგი, ეს ორი დომინანტური გენი აუცილებელია წითელი შეფერილობის წარმოსაქმნელად. ბარდის ყვავილებს A პატარა A პატარა B დიდ B დიდ და A დიდ B პატარა გენოტიპებით აქვთ თეთრი ფერი. რადგან პირველ შემთხვევაში A პატარა B დიდი არის ფერმენტი, მაგრამ არ არის პროპიგმენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი A დიდი B პატარა არის პროპიგმენტი, მაგრამ არ არის ფერმენტი. ასეთი მცენარეების შეჯვარების შედეგად პირველი თაობის ჰიბრიდებს წითელი ფერის ყვავილები აღმოაჩნდათ. ანუ პირველ შემთხვევაში გვაქვს ფერმენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში გვაქვს პროპიგმენტი. თეთრი ყვავილების A პატარა B დიდი და A დიდი B პატარას მქონე მცენარეებში არის მხოლოდ ერთი დომინანტური გენი. F პირველი თაობის დიჰეტეროზიგოტურ მცენარეებს კი აქვთ როგორც A დიდი ისე B დიდი გენი. ეს ორივე გენი კი ერთად მონაწილეობს და მიიღება ყვავილის წითელი შეფერილობა. ამიტომ არის რომ ყველა მცენარე წითელყვავილიანია. F მეორე თაობაში მხოლოდ 9 ჰიბრიდი გვაქვს ორივე დომინანტური გენის მფლობელი. ამიტომ მათი ყვავილი წითელია, ხოლო დანარჩენი 7 ჰიბრიდი კი მოკლებულია. ეს 7 ჰიბრიდი ერთ-ერთ დომინანტ ალელს. მათ არ აქვთ ან A დიდი, ან B დიდი გენი, ამიტომ მათი ყვავილი თეთრია. სწორედ ამიტომ გამოვიდა ერთობუცნაური შეფარდება 9-7-თან. ამგვარად განხილულ შემთხვევაში
ერთი შეხედვით ისეთი ელემენტარული ნიშანთვისების წარმოქმნა, როგორიცაა ყვავილის შეფერილობა, დამოკიდებულია ორი არაალელური გენის ურთიერთშემავსებელ, ანუ კომპლემენტურ ურთიერთქმედებაზე.